ყველამ კარგად ვიცით ისტორიულადაც ეს ფაქტია, სუვერენიტეტი არის და დამოკიდებულია პირდაპირ ქვეყნის ჯარის სიძლიერეზე, ზოგადად ქვეყნის სიძლიერეზე, მაგრამ უპირველეს ყოვლად ქვეყნის ჯარის სიძლიერეზე. თავისი მმართველობის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა ჯარში? ანუ რა პოზიტიური ძვრები მოხდა? ერთადერთი რაც შემიძლია გავიხსენო, ეს არის მცირე რაოდენობით ჯაველინების შეძენა და ისიც ამერიკული მხარის მხარდაჭერით და დახმარებით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად აღიარეს ის კორუფციული ფაქტები და ის რომ ჯარისკაცებს გაფუჭებულ საჭმელს აჭმევდნენ. და ის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში რეგიონში ყველაზე ნაკლები ფული იდება, ორჯერ ნაკლები მათ შორის სომხეთთან შედარებითაც კი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქართული ოცნების პრიორიტეტი არ არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. მეცაც გეტყვით 1500 ლარი ჯარისკაცის ხელფასი. ეს არის ამ რეგიონში კი არა, მსოფლიო მასშტაბით ძალიან სასირცხვილო ხელფასი. ადამიანის რომელიც ამ ქვეყნისთვის სიცოცხლე უნდა გაწიროს, ხო? და გადადებული აქვს თავი და ყველაფერი. ხო და ზუსტად ეგ არის უპირველეს ყოვლისა, როდესაც ძალა საუბრობს სუვერენიტეტის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, მე პირველი ქართული ჯარი მახსენდება. რაც ხდება ქართულ ჯარში, მე არ გავაგრძელებ. ძალიან ბევრი ფაქტის მოყოლა შეიძლება, თუმცა ეს ძალიან ძიმე არგუმენტია იმის წინააღმდეგ, რომ სინამდვილეში ქართული ოცნება სუვერენიტეტს ამ ქვეყნებს არ იცავს.